აი ეს ყველაფერი ვისწავლეთ ჩვენ წარსული ორ თვეში კიდევ ერთხელ მაქვს მოვლილი მთელი საქართველო. როცა ამ ყველაფერს პირდები და მე ატყუებ, აი ეს უკანსვლა უნდა გავაჩეროთ. იმიტომ რომ ხალხო, გავიდა წლები, მთავრობამ გაჭირვებაში დაგვაკარგია და მოგყარა 4 წელი. 250 ლარზე ნაკლები ბრუნვა ვისაც აქვს. ამიტომ თუ ვინმე შეუძლია თქვა, სისხლის სამართლის პოლიტიკა უფრო ლიბერალური იქნება. ეს გამარჯვება უნდა იყოს წინსვლის, უკეთესობის და წარმატების მომტანი თითოეული ოჯახისთვის. ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ. ეს სიტყვა მივეცი 4 წლის განმავლობაში ჩვენ 8 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და მთელ ჩემს 4 წლიან მანდატსა, მთელს ჩემს დროს დაუთმობ ჩემი რეგიონის და ჩემი რაიონის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარებას. ჩვენ ავამუშავებთ გაჩერებულ აჭარას. წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩვენ აქტიურ ფაზაში შევდივართ. დღეს წარვადგენთ ხელვაჩაურში ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები მიშა ბოლქვაძე, კენან კახიძე. ეს ის ადამიანებია, ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ამიტომ 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანია აჭარისთვის, ასე რომ ერთად გავიმარჯვოთ 8 ოქტომბერს და 9 ოქტომბერს ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ მუშაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველო მიდიოდეს წინ, ვითარდებოდეს და ხალხს ჰქონდეს უკეთესი მომავლის რწმენა. სწორედ ამიტომ ჩვენ გუნდს აქვს ზუსტად გაწერილი პროგრამა, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ აჭარაში და რას გავაკეთებთ მთელ საქართველოში. ჩვენი უახლოესი ამოცანები იქნება დასაქმება, გადასახადების შემცირება, პედაგოგების ხელფასების და პენსიების ზრდა და ამ ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ პირველივე თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება წინა წლებიდან, თუ რა უნდა შეიცვალოს ნაციონალური მოძრაობის მიდგომაში. სწორედ ამიტომ ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ბიზნესის და ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამისთვის ჩვენი პროგრამის ნაწილია სუსის გაუქმება, ჩვენი პროგრამის ნაწილია ფინანსური პოლიციის გაუქმება, საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და სწორედ ამ ყველაფრით წარსულის გამოცდილებაზე სწავლით, ახალი ნაბიჯებით და კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივებით ჩვენ წავიყვანთ ქვეყანას წინ, მოვიტანთ დასაქმებას და მოვიტანთ თითოეულ ოჯახში უკეთესობას.